ეს არის სტაფის უფუმფულესი და ძალიან გემრიელი ნამცხვარი. ისეთი ნაზი და ჰაეროვანი გამოდის, პირში ბამბასავით ქრება. აუცილებლად უნდა შეინახოთ ეს რეცეპტი, სადეთ და დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ. კარგი, ახლა უკვე შევუდგეთ საქმეს. ამისთვის აქ გვჭირდება სულ რაღაც 3 ცალი კვერცხი. ცილეს კარგად გავთქვიფავ, დავამატებ შაქარს. შაქარის რაოდენობა იქნება 150 გრამი. ეს მასა უნდა იყოს ძალიან კარგად ათქვეფილი, დაახლოებით ტორტის ბისკვიტის მსგავსად. ახლა დავამატოთ 3 კვერცხის გული, რადგან ცილა უკვე გავთქვიფეთ, დავამატოთ კვერცხის გულები. აქვე დავამატოთ 100 მl ზეთი. შემდეგ ისევ კარგად დავთქვიფოთ. შემდეგ უკვე დავამატოთ 150 მl მაწონიც. ეს მასაც კარგად გადავურიოთ. და ბოლოს შეგვიძლია უკვე ჩავაცრათ ფქვილი. ფქვილი გვჭირდება 220 გრამი. დავამატოთ 10 გრამი გამაფხვირებელი ან 1 ჩაის ყოფზი სოდა და დავუმატოთ კიდევ 1 ვანილის სურვილისამებ. ცომი ფრთხილად და ნაზად გადაურიეთ, აქ მიქსერი აღარ გამოიყენოთ. ახლა უკვე ტაფაზე გადავანაწილოთ სულ ცოტა ცხიმი. გადავიტანოთ ჩვენი მასა. ამ ყველაფრის შემდეგ თავზე დავაფაროთ აუცილებლად თავსახური და გაზზე უნდა გამოვაცხოთ მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზე, რაც შეიძლება დაბალზე. მომზადების პროცესს დაახლოებით დასჭირდება 20-დან 30 წუთამდე. სრულ მზაობას აუცილებლად მიხვდებით, თავზე რომ მოაშრება, კადრშიც გაჩვენებთ ამ მომენტს. აი დაახლოებით ასე რომ გაშრება თავი, ესე იგი უკვე მზად არის, შეგვიძლია გადავაბრუნოთ. ჭხირი თუ შემოწმეთ, თლათ უკეთესი. და გადაბრუნების შემდეგაც კიდევ დაახლოებით 5-დან 7 წუთამდე დავტოვოთ. შემდეგ გადაიტანეთ სასრულად ჭურჭელზე, გაჭერეთ შუაზე, ძაფით ან რითაც გაგიხარდებათ, ძალიან ფუმფულა გამოდის და დანით ცოტა რთული იქნება ამის გაჭრა. და უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი შიგთავსი. თუ გააციებთ და ისე გამოიყენებთ უკეთესია, მაგრამ მე ვეღარ მოვითმინე. გადავიტან ვაშლის ჯემს, რომელიც ჩემი აზრით ძალიან უხდება. შემდეგ უკვე გააფორმეთ ისე როგორც გაგიხარდებათ. მე უბრალოდ გამოვიყენებ შაქრის პუდრას და სულ ეგ არის. აი დამიჯერეთ, ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი ბისკვიტი გამოდის. ერთხელ თუ ვსდით, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაიმეორებთ. მოკლედ, თავს აღარ მოგაწყენთ. სულ ეგ იყო. ახლა დაგემშვიდობებით, თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო. გაზიარება არ დაგავიწყდეთ. თუ რაიმე კითხვა გექნებათ და რაიმეს ვერ გაიგებთ, დამიკომენტარეთ, ვეცდები მაქსიმალურად რომ გიპასუხოთ ყველას. მოკლედ, წავედი რა. ხო, ჩემი გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, რადგან ძალიან ბევრ მარტივ და გემრიელ რეცეპტებს შემოგთავაზებთ აუცილებლად. წარმატებები ყველას.